გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ შეშმ პირთა დაცვისა და ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. სოციალური სამსახურის უფროსის სოფიო ქუმსიაშვილის ინფორმაციით დოკუმენტში ასახულია ის ძირითადი მიმართულებები, რაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არა მხოლოდ ინტეგრაციას, არამედ მათი ჩართულობის გაზრდასაც გულისხმობს. სამოქმედო გეგმის მიზანი არის შეშმ პირთა უფლებების დაცვის სისტემური გარანტიების გაძლიერება და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მათი მონაწილეობის გაზრდა. თვითონ სამოქმედო გეგმა შედგება 12 ამოცანისგან და თითოეულ ამოცანას აქვს თავისი ღონისძიებები. ამ ღონისძიებების განხორციელებაში ჩართულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ინფრასტრუქტურისა და სივრცითე მოწყობის არქიტექტურის სამსახური, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, ასევე პარტნიორი ორგანიზაციები, როგორიც არის შეშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები, ბავშვთა ადრეული განვითარების დაწესებულებები. და როგორც აღნიშნე, სწორედ ამ ღონისძიებების განხორციელება გამოიწვევს ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.